მოგძელებთ 33 ნომრიდან მე-12 თავის ამოცანების გარჩევას. მოცემულია ორი წერტილი. A წერტილის კოორდინატები არის -1, 4. B წერტილის კოორდინატებია -1, 8. იპოვეთ წრფე, რომლის მიმართაც ეს წერტილები სიმეტრიულია. პრინციპში ამ ამოცანას ამარტივებს თავად აღებული წერტილების ურთიერთგანლაგება. ნახეთ როგორ არის ერთმანეთის ვერტიკალურად იქნება, ხო? იმიტომ რომ -1 აქ არის, ხო, ვთქვათ და ვთქვათ 4 აქ და პირობითად 8 და წარმოიდგინეთ ასე არის, ხო, ეს წერტილები განლაგებული, ეგ იქნებოდა A წერტილი, აქ იქნებოდა B წერტილი. შესაბამისად ახლა აი რომ წარმოვიდგინოთ ეს AB მონაკვეთი ფეგვიდან რომლის მიმართაც სიმეტრიულია, ხო? ანუ ამ მონაკვეთის შუამართობი იქნებოდა ფაქტობრივად აღნიშნული წრფე, ხო? უნდა იყოს A და B წერტილების შუაში. ანუ გამოდის რომ შუაში შუამართობი x ღერძის პარალელური იქნება და ამათ შუაში 6-იანია, ხო, მოქცეული. თან x ღერძის პარალელური იქნება აღნიშნული წრფე, ცხადია, ეს ვერტიკალურია, y ღერძის პარალელურია და ანუ მისი მართობული y ღერძის მართობულისა x ღერძის პარალელურია და x ღერძის პარალელური წრფე ეგ არის მუდმივი ფუნქციის გრაფიკი, ხო? და შესაბამისად y უდრის 6 იქნებოდა ამ წრფის განტოლება. დავუწოთ მაინც სწორად. 34. რა გვინდა 4 სხვადასხვა ამოცანა გვაქვს ამოსახსნელი, მოდი ნახოთ. რომელი ფუნქციის გრაფიკია y უდრის fx ფუნქციის გრაფიკის სიმეტრიული y უდრის 0 წრფის მიმართ. ახლა, ოკეი, გავიგეთ, რა ხდება. როგორ დავალაგოთ ახლა ეს ინფორმაცია. დაახლოებით ეს იგივე სიტუაცია, მეგობრებო, ჩვენ რომ წერტილის სიმეტრიული გადატანა გვინდოდა OX, OY, OZ ღერძის ბოდიში კოორდინატთა სათავის მიმართ. ახლა როდესაც ჩვენ ვამბობთ y უდრის 0 წრფე, ეს იგივე რა არის? ეგ ხო იგივე OX ღერძია. ხო? ანუ ეს არის წრფე, რომელიც 0-ზე გადის, ასე და მუდმივია და ეგ იგივე არის OX ღერძი. და ფაქტობრივად ჩვენ გვინდა ახლა OX ღერძის სიმეტრიული ფუნქცია ვთქვათ, აი fx-ის მიმართ აი რაღაცა fx ფუნქცია პირობითად y უდრის fx-ი და რა იქნებოდა მისი სიმეტრიული, ხო? და რა იქნებოდა მეგობრებო მარტივად სადაც ეს დადებითი იყო ის იქ უარყოფითი რაღაცა ასეთი იქნებოდა კონკრეტულად ახლა ზუსტად პაროდიას მისი ზემოთ რაცა ის ანალოგს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, x კოორდინატი დარჩებოდა იგივე, x-ი რაცა ზემოთ იგივე იქნებოდა ქვემოთ, მაგრამ ფუნქციის მნიშვნელობა უნდა შეცვლილიყო. ანუ იგივე x-ზე ფუნქციის მნიშვნელობა უნდა ყოფილიყო მოპირდაპირე. ანუ y უნდა ყოფილიყო ზუსტად მინუს fx-ის ტოლი. x-ზე რაც იყო მანამდე ხო იყო fx-ი, აქ უნდა იყოს x-ზე იმ მნიშვნელობის მოპირდაპირე, ანუ მინუს fx-ი. აბა დაფიქრდით, თუ არ გამოდის ასე? ისო მეორე არის, მეგობრებო, y უდრის, ბოდიში x უდრის 0 წრფე. x უდრის 0 წრფე, ანუ
OY ღერძის მიმართ სიმეტრია და ეს კი აქ რა ხდება? და თუ ვიცით ჩვენ რომ რაც ნიშნავს y უდრის fx ხო? ეგ ნიშნავს რომ x-ი აისახება y-ში ხო რაღაც f წესით და ახლა თიში ცოტა პროცესს რეგულირებულია დაზუმა გუმები და შევხვევით და ხო, ანუ ახლა რა უნდა ხდებოდეს? ეგ იყო თავიდან მოცემული ფუნქცია, ხო? და OY ღერძის მიმართ სიმეტრიის დროს რა ხდება მეგობრებო? მინუს x-ი უნდა შეესაბამებოდეს y-ს, ხო? აი OY ღერძის მიმართ სიმეტრიის დროს რომ გადმოგვაქვს აქ რაღაც x-ი შეესაბამებოდა y-ს, მაგრამ ახლა სიმეტრიული წერტილი რომ გავაკეთეთ, მინუს x-ი უნდა შეესაბამებოდეს y-ს, ხო? ანუ ისეთი f წესი გვინდა, რომელიც მინუს x შეესაბამებს y-ს, ანუ გვექნება y უდრის f მინუს x. აი, გავგზავნოთ. შეგვიდა ახლა y უდრის 5 წრფის მიმართ სიმეტრია. კი ბატონო, ვსაუბრობთ. ვიმოთ ახლა 12-ის 34-ს. ერთი წუთი ოქროები. დავაწეროთ ასე x-ი და ამ წრფის მიმართ სიმეტრია გვინდა, ხო? ეს არის 5 და y უდრის 5 წრფის მიმართ რა იქნება და fx-ის სიმეტრიული, ხო? სიმეტრიული. წარმოვიდგინოთ ჩვენ ანუ რა ფუნქცია გვაქვს მოცემული? y უდრის fx ფუნქციაში გამოდის რომ ამ ფუნქციაში x-ი აისახება y-ში, ხო? კაი. ჩვენ ვეძებთ ახლა ფუნქციას, სადაც x-ი უნდა აისახებოდეს, აბა მოდი დავუკვირდეთ ახლა. მაგალითად, წერტილი გვაქვს აქ, ხო? რაღაცა კონკრეტული xy წერტილი. ანუ ეგ არის x-ი, ეგ არის მისი y. მე რომ მას სიმეტრიულად გადავიტან აქ, ნუ სად აღმოჩნდება? რა იქნება, ხო? ეს ეგ ხო არის, ეს მანძილი არის 5 - y და იგივე მანძილით უნდა ავიდეს ზემოთ, ხო? 5 - y მანძილით. და ეგ რა იქნება იგივე? კითხვის ნიშანი ეს იქნება, ანუ 5 დაემატება 5 - y. 5 დაემატება 5 - y. ნუ გავაკეთეთ ჩვენ წინა მაგალითში დაგჭირდა წინანო ერთ-ერთ ნომერში მსგავსი რაღაც манипуляция, ანუ გამოდის რომ 10 - y წერტილში გაისახება, ხო? ანუ ესე იგი როგორი ფუნქცია გვინდა, რომელიც იგივე x ასახავს 10 - y-ში, ხო? ანუ ფაქტობრივად თუ y ხო ვიცით რაცა არის fx-ი, ანუ იქნება x-ი აისახება 10 - f(x)-ში რა. ასე რომ ვთქვათ. ანუ რა ფუნქცია იქნება ეგ? ახალი y უნდა უდრიდეს 10 - fx. სპორტულია, ხო? აბა დააკვირდით და ტექნიკურად გადავიდა. სულ ერთია თუ კიდე ზემოდან ჩამოდიოდეს და გადმოდიოდეს ქვემოთ სიმეტრიით. ნუ ნებისმიერ რაღაცა ფუნქცია მაქვს მაგალითად და უნდა გადავიტანო აი ამ წრფის მიმართ სიმეტრიულად, ხო? აი ამ წრფის მიმართ სიმეტრიულად და ნებისმიერ წერტილს მოვკიდე ხელი ზოგადად თქვა მისი კოორდინატები არის x, y და რას იზამს? x იგივე უნდა დარჩეს და ახლა ეს x-ი უნდა ისახოს სულ სხვა y-ში, ხო? ანუ მის რაღაც სიმეტრიულ ფუნქციას რო გავაკეთებდით, ეს უნდა ასახულიყო სულ სხვა y-ში. და რომელ y-ში?
რომელიც იგივე მანძილით უნდა ყოფილიყო ამ ხერძიდან მოშორებული, რაც იყო მანამდე. Y და დავთვალე მანძილი, ხუთს მინუს Y იყო, დავუმატე ზემოთ უნდა ასულიყო ამ მანძილით, ხო? და ნუ მივიღე 10 მინუს Y წერტილში უნდა აღმოჩენილიყო. ახლა მოდი ვნახოთ 12-ის 34-ის მეოთხე. გავავლოთ სწორი ასე და ჩვენ გვჭირდება ახლა x-ი უდრის x-ის მიმართ უნდა მოხდეს, ეგა x-ი უდრის -2 წრფე სიმეტრიული გარდაქმნა, ასახვა, ხო? ნუ პირობითად თქვათ, აგერ მაქვს რაღაცა m წერტილი, რომელიც რაღაცა ფუნქციას ეკუთვნის, ხო? და მისი კოორდინატები არის x, y. ანუ ეს მოცემული ფუნქცია, რაცა y უდრის fx-ი, რას აკეთებს? ნუ აქ x-ი აისახება y-ში და ეგ არის სტანდარტული y უდრის fx ფუნქცია, ხო, ჩვენი ფუნქცია. და მე ვეძებ ახლა ფუნქციას, რომელმაც რა უნდა ქნას. შეხედეთ, აი ეს წერტილი უნდა გადმოიტანოს აქეთ სიმეტრიულად, ხო? მაგრამ y იგივე იქნება. ანუ y იგივე იქნება, უბრალოდ ახლა მე უნდა მოვძებნო, რომელი x-ები აისახება ამ y-ში. ადრე x-ი აისახებოდა და ახლა რა აისახება y-ში. მანძილი იგივეა, ესაა -2-ს -x-ი, აქეთ უნდა გადმოვიდეს იგივე მანძილით, ანუ მანძილი მონაკვეთის სიგრძე იქნებოდა -2-ს -x-ი, მაგრამ კოორდინატი რა იქნებოდა? ეგ იქნებოდა -2-ს და ემატებოდა -2-ს -x-ი. ან შეგიძლიათ საშუალო არითმეტიკული დათვალოთ, აი დააკვირდით -2 გამოდის შუა წერტილი x-ა და კითხვის ნიშანს შორის, ხო? ანუ მათი საშუალო არითმეტიკულია და ანუ -4 უდრის x პლუს კითხვის ნიშანს და კითხვის ნიშანი არის -4 -x-ი. ნუ აქედანაც გამოდის, რომ კითხვის ნიშანი იქნებოდა -4 -x-ი. ანუ იდეაში, ესე იგი, რა უნდა ხდებოდეს ახლა აქ? -4-ს -x-ი უნდა ისახებოდეს y-ში. ნუ არგუმენტი უკვე ზე რა ფუნქცია იქნება იდეაში იქნება y უდრის f-ი -4-ს -x-ი. ხა, ასეთი ახალი ფუნქცია იქნება რა. ვიდეოგრაფით. კარგი. თუ აქ წიგნში შეცდომა -2-ს -x-ი წერია და ნუ ასე უნდა იყოს. 35. ჰომოთეტიაზე ახლა ეს ამოცანა. ესე იგი, ჰომოთეტია, რომლის ცენტრი არის m1 წერტილი და კოეფიციენტია 3, ანუ ცენტრი არის 1 და k უდრის 3-ს. 0-2 წერტილი A1 წერტილში გადაჰყავს. ანუ გვაქვს m წერტილი, აგერ იყო რაღაც A წერტილი, დავაკავშიროთ ეს m ვექტორით და გაიტყორცნა ეს k კოეფიციენტი 3, ანუ იგივე მიმართულებით გაიტყორცნებოდა, ხო, რაღაც A1 წერტილში. და ვეძებთ ახლა A1-ის კოორდინატებს. ვთქვათ, A1-ის კოორდინატები არის x და y. A წერტილის კოორდინატები ვიცოდით, აქ იყო 0, 2 და m წერტილის კოორდინატები არის 1, 1. ანუ დავიცით ჩვენ ვიცით, რომ MA ვექტორის შეფარდება, ანუ საბოლოო ვექტორის საწყის ვექტორთან არის 3 სტოლი. და ეგ რა ხდება, ნუ ერთსახელად კოორდინატების შეფარდება იქნებოდა 3 სტოლი. ნუ რა იქნება ახლა MA ვექტორის კოორდინატები? ეს იქნებოდა A1 MA1 ვექტორის A1 წერტილის კოორდინატებს გამოვაკდებოდა m წერტილის კოორდინატები, ანუ x გამოვაკდებოდა 1 შეფარდებული და MA ვექტორის კოორდინატები რა იქნებოდა? A წერტილის კოორდინატებს გამოვაკდებოდა m წერტილის კოორდინატი, ანუ 0-ს გამოვაკდებოდა 1. უდრის ანალოგიურად y-ს გამოვაკდებოდა 1, ხო, y-ს გამოვაკდებოდა m წერტილის კოორდინატი 1, შეფარდებული ახლა A წერტილის კოორდინატს 2-ს გამოვაკდებოდა 1 და ეგ უნდა იყოს 3 სტოლი.
აქედან გამოდის, რომ y-1 უდრის 3-ს და y უდრის 4-ს და აქედან იქნებოდა, რომ x-1 შეფარდებული -1-თან ეგ არის 3 და შესაბამისად x უდრის აქ -3 გადავა -2-ს. ნუ -2 4 უნდა მივიღოთ ამ შემთხვევაში A1 წერტილის კოორდინატები. იცნობ მეთექვსმეტე ამოცანა. ხომოთეტია ცენტრით წერტილში, წერტილს გადაიტანს, ანუ გვაქვს M წერტილი, ანუ ზუსტად არ ვიღებ ახლა მე ნახას ხომოთეტიასთან დაკავშირებით. მაქვს A წერტილი, აი აქ, ასე, მისი კოორდინატები არის 8, 6 და ეს ადგა და გადაიტანა B წერტილში 2 -3. ახლა თქვენი თქვით, რომ და სამართლიანი შენიშვნაც იქნება, ხა, როდესაც ჩვენ ზუსტად ნახაზზე არ იღებ ამას, აღარ ჩანს ეს ჰომოთეტია დადებითია, უარყოფითია, იქნება რა, სწორი განლაგება და იქნება ახლა სწორად რომ დამეხაზა ნახაზი, B წერტილი აქეთ ყოფილიყო. მაგრამ ვექტორის გამოყენებით ეს რეგულირდება მარტივი დასადგენი იქნება. მოდი, ema ვექტორის კოორდინატები ჩავწეროთ, რა იქნებოდა? ეს იქნებოდა 8-4, x-0, ანუ ეგ არის 4, 6 და რა იქნებოდა MB ვექტორის კოორდინატები? ეს იქნებოდა 2-4, -3, -0. ანუ ეგ არის -2, -3. შესაბამისად, ესა ჩვენ თუ ავდგებით და ერთსახელად კოორდინატებს შევაფარდეთ, ანუ ema ვექტორის კოორდინატებს უпроსტად MB ვექტორის გავყავთ ema ვექტორზე, ნუ ეგ იქნება უკვე k კოეფიციენტის მაჩვენებელი, ანუ საწყის ვექტორზე გავყავთ მიღებულ ვექტორს რა. ანუ 4-2 გაიყოფა 4-ზე, ტოლი უნდა იყოს -3 გაიყოფა 6-ზე, კი ბატონო, ტოლია -1 მეორედი გამოდის და აქაც -1 მეორედი გამოდის. ხო, დიახაც საწინააღმდეგოდ მიმართული ყოფილა, ანუ აქ რო იმ წერტილია და აქეთ არის A წერტილი, აქეთ ყოფილა ნახევარ მანძილზე B წერტილი მიმართული და k კოეფიციენტი იქნებოდა -1 მეორედი. აბა 37-ს ვნახოთ. დიახ, აქ -1 მეორედი იყო, სწორი იყო 37. ხომოთეტია კოეფიციენტით -2, ანუ k უდრის -2-ს, A წერტილი არის -1, -2 და გადაიტანა B წერტილში, ხო? ასე გადაიტანა ეგ B წერტილში -7, 10, იპოვეთ ჰომოთეტიის ცენტრი. ნუ თქვათ, ჰომოთეტიის ცენტრი არის რაღაც M წერტილი XY კოორდინატებით რა. და მქონდა A წერტილში A წერტილი გატყორცნა B წერტილში. რა იქნებოდა ema ვექტორი? ema ვექტორი იქნებოდა -1, -x, -2, -y. რა იქნებოდა MB ვექტორი, ხო? მიღებული წერტილთან დამაკავშირებელი ვექტორი, ანუ ეს იქნებოდა -7, -x შეფარდებული -y. და რა უნდა იყოს მათი შეფარდება, ხო? აი რისი ტოლი უნდა იყოს? ეს უნდა იყოს -2-ის ტოლი, ანუ -1, -x შეფარდებული -7, -x-თან უნდა იყოს -2. აქედან გამოდის, რომ თუ ავდგებით ახლა და აი იყოს ეს ასე -1, -ზე შეკვეცა მინდოდა და გადავიფიქრე ახლა. -7 განლაგდებოდა -2-ზე დადებითი 14, -x განლაგდებოდა -2-ზე 2x, აქედან 3x უდრის -15 და x გამოვიდა -5. ახლა შესაბამისად დავთვალოთ ჩვენ y კოორდინატი, რისი ტოლი იქნება? აბა, მოდი ვნახოთ. -2 -y შეფარდებული 10 -y ეს იქნებოდა -2-ის ტოლი. გამოდის ანალოგიურად -2 -y აქ -20 + 2y. 3y უდრის 18-ს, ხო? ასე და
შესაბამისად y უდრის 6. მაგრამ მსგავსი პასუხი არ მიგვიღია და რა შემეშალა 37-ში ხმოთეთის კოეფიციენტი იპოვეთ ხმოთეთის ცენტრი. საინტერესოა. მეამერია -1 2 წერტილი გადაიტანს -7 10 წერტილში იპოვეთ ხმოთეთის ცენტრი. ხმოთეთის ცენტრი იყო თქვათ m. საწყისი წერტილიდან დავთვალე ვექტორი, ხო? m-დან საწყის წერტილამდე -1 -2 -7 10 კი ბატონო. ხმოთეთის კოეფიციენტი არის საინტერესოა -2. ავდექი გავაკეთე უკვე უნდა გავაკეთებია. მაშინ ხო, ანუ საბოლოო უნდა შემოφარდებოდა საწყისთან, ხო? ეს პირიქით შეგხვდით. პირიქით უნდა ხო შეფარდება ალბათ ეს თქვენ თუნდაც შენიშნავდით და კითხვას გაგიჩნდებოდა და ვაკეთებდი ასე ვცთარად, ხო, არ დაუკვირდი. პირიქით უნდა მექნა, ანუ აუცილებლად საბოლოო ვექტორის კოორდინატი, ხო? m-b ანუ საბოლოო წერტილთან უკვე გარდაქმნილ წერტილთან კოორდინატას ხმოთეთის სათავის შემაერთებელი ვექტორი უნდა შევაფარდო m-a ვექტორთან. ანუ ხო, ამათი შეფარდება არის -2 სტოლი. შესაბამისად -7 -x შეფარდებული -1 -x და ეგ იქნებოდა -2 და თუ ამას ამოვხსნიდით -7 -x უდრის დადებით 2 + 2x და შეგვეშალოს ახლა აქ აქ იქნებოდა -9 უდრის 3x და x უდრის -3-ს. კი ბატონო, უკვე სწორია. და ანალოგიურად გამოგვივიდოდა რა? 10 - y შეფარდებული. აი ეს ზედაც -2 - y-თან ეს უნდა ყოფილიყო -2. საბოლოო წერტილთან დამაკავშირებელი ვექტორი შეფარდებული საწყის წერტილთან დამაკავშირებულ ვექტორთან. 10 - y უდრის 4 + y-ს. შესაბამისად აქ 2y უდრის 6 და y. ერთი წუთი შეგვეშალოს. სწორად ვაკეთებთ 10-ს გამოკლებული y, -2-ს გამოკლებული y. ვაფარდებთ -2 ჯერ -2 4 აქ. 2-ის დაწერა დამოუწდა -2 ჯერ კი. აქ იქნებოდა 3 და y გამოვიდოდა 2 სტოლი. -3 2 იქნებოდა კოორდინატა. 38. ესე იგი ABC სამკუთხედის ფართობი ვიცით, ანუ მოცემულია რაღაც ABC სამკუთხედი, ასე. რომ მისი ფართობი არის 20. იპოვეთ ამ სამკუთხედის ფართობი, რომელიც მიიღება ABC სამკუთხედისგან ხმოთეთის გარდაქმნით. ანუ ამას რომ გარდაქმნით ჩვენ ხმოთეთით ამ სამკუთხედს და კაუდრის სამი კოეფიციენტით. ნუ გარდაქმნა როგორ იქნება, თქვა, აქ არის რაღაც ცენტრი და ასე გავაკეთეთ, ასე გავაკეთეთ, რაღაცა მე ასე გავაკეთეთ და იქნებოდა მეგობრებო, რაღაცა ასე მიიღებოდა სამკუთხედი და თუ დააკვირდებით, ნახეთ, როგორი სიტუაცია, მე თუ საბოლოო წერტილი რაც მაქვს, მე აი ხმოთეთით რაც სადაც აისახა, ხო? ის საწყის წერტილამდე მანძილს ხო სამჯერ აღემატება. ანალოგიურად მეგობრებო, თუ აი თქვენ რომ დააკვირდეთ ახლა აი ამ სამკუთხედს, ნახეთ, აი ამ სამკუთხედს რომ დააკვირდეთ, აი ასე.
ამ საკითხს, ხო? აი ამ გვერდის და ამ გვერდის მონაწილეობითო ასე. ხო მსგავსი ეგ სამკუთხედები. აი ეს გვერდიც სამჯერ გაზრდილია ამასთან შედარებით. ეს გვერდიც სამჯერ გაზრდილია ამასთან შედარებით. ეს კუთხე საერთო აქვთ. მაშინ ხო გამოდის, რომ აი ეს გვერდი სამჯერ პატარა, აი ამ გვერდზე, ანუ ახალი მიღებული გვერდი სამჯერ მეტია ამ საწყისზე. და ესე იგი მსგავსების, აი ხომოთეტის კოეფიციენტი ფაქტობრივად საწყისი და მიღებული, ხომოთეტით მიღებული სამკუთხედების მსგავსების კოეფიციენტიც იქნება. და ჩვენ ვიცით, რომ მსგავსების კოეფიციენტის კვადრატჯერ განსხვავდება ფართობი, ანუ ამის ფართობი იქნებოდა 20 გამრავლებული 3-ის კვადრატზე. ანუ 180, იმიტომ რომ მსგავსების კოეფიციენტი იქნებოდა 3 და შესაბამისად 20 გამრავლდებოდა 3-ის კვადრატზე. მსგავსი სამკუთხედების ფართობების შეფარდება მსგავსების კოეფიციენტის კვადრატის ტოლი. ანუ უნდა გავუწყდეს, რომ ჰომოთეტით შეკრული ფიგურა, ანუ n-კუთხედი მსგავს n-კუთხედში გადაისახება. 39. პარალელური გადატანისას კოორდინატა სათავე გადადის, ანუ 0, 0 გადადის მეგობრებო 3 - 2 წერტილში. რომელი წერტილი გადადის, აი თქვა რაღაც x-y გვაქვს და გადადის 0, 0-ში. ნუ უნდა გვესმოდეს, რომ აქ ერთი და იმავე ვექტორით მოხდებოდა გადატანა, რაღაცა a1-ით და a2-ით და რა იქნებოდა აქაც იგივე ვექტორით მოხდებოდა, იმიტომ რომ როცა სისტემა გადაგაქვს რაღაცა წერტილთა ერთობლიობა ვექტორით, ყველა წერტილი გადადის იმ ვექტორით, ხო? და შესაბამისად აქ a1 იქნებოდა 3 - 0, a2 იქნებოდა -2 - 0 და a1 იქნებოდა ქვემოთ 0 - x, a2 იქნებოდა 0 - y და გამოდის, რომ ესენი ერთმანეთის ტოლია, ანუ -x უდრის 3 და x უდრის -3, ხოლო ესენი a2-ა, ხო, ორივეში განსაზღვრული, -y უდრის -2 და y უდრის 2-ს. ნუ გადავამოწმოთ მაინც. გქონდეს არეული და კი ბატონო, -3, 2 იქნებოდა ის წერტილი, რომელიც 0, 0-ში გადავიდოდა იგივე ვექტორით. აბა მოდი მე-40 ვნახოთ, არსებობს თუ არა პარალელური გადატანა, რომელიც 1 2-ს გადაიყვანს 3 4-ში და 0 1-ს გადაიყვანს წერტილი K. ნუ ასეთი პარალელური გადატანა რომ არსებობს, მეგობრებო, ერთი და იგივე ვექტორით უნდა გადადიოდეს, ხო? და რომ გამოვთავოთ ახლა რა ვექტორი იქნება, ზედა შემთხვევაში ეს ა ვექტორი იქნებოდა 3-ს - 1, 4-ს - 2 და ქვედა შემთხვევაში იგივე ეს ა ვექტორი უნდა ყოფილიყო 2-ს - 0, 4-ს - 4-ს გამოკლებული 1 და ნუ ეს გამოდის 2 ვექტორი და ეს გამოდის 2 3 ვექტორი. ნუ ესენი ერთი და იგივე აშკარად არ არის, ანუ არ არსებობს ასეთი პარალელური გადატანა, რომელიც 1 2 3 4-ში თუ გადაიყვანს 0 1-ს 2 4-ში გადაიყვანა. ნუ არ არსებობს ასეთი პარალელური გადატანა. კარგი, 41 ნომერი. ნახოთ ახლა რა ხდება. 41-ში. ერთი და იგივე პარალელური გადატანით 3 -1 გადადის 0 3 a წერტილში, ხოლო 5 7a გადადის 2 16-ში. იპოვეთ ა, ნუ აქა ძალიან მარტივია, ანუ ეს a ვექტორით გადავიდოდა ორივე, ხო, ერთი და იმავე a ვექტორით და ზედა შემთხვევაში a ვექტორის კოორდინატები რა იქნებოდა? პირველი კოორდინატი 0 - 3, ანუ ამას გამოვადებოდა ეს და 3-ს - 3a-ს - a-1, ხო? a-1. ასე. თუ რა გამოვიდოდა ეხა -3 პირველი კოორდინატი, მეორე არის 3-ას - ანუ 2-ას + 1. მეორე შემთხვევაში a ვექტორი რა იქნებოდა? 2-ს გამოვაკდებოდა 5 და მეორე შემთხვევაში 16-ს გამოვაკდებოდა 7a.
2-ს გამოკლებული 5 - 3-ა და რა თქმა უნდა ზემოთაც იგივეა და აქ 16 - 7-ა. და ერთი და იგივე ვექტორი თუა გადასული, ესე იგი ეს კოორდინატები ეს და ეს კაი ერთი და იგივეა და ახლა ესეც და ესეც ხო ერთი და იგივე უნდა ყოფილიყო. 2a + 1 უნდა ყოფილიყო ტოლით 16 - 700 და შესაბამისად 9a ტოლი იქნებოდა 15-ის, ეს 3-ზე იკვეცება და აქ გამოდის 5 მესამედის ტოლი. კი ბატონო. 42 ამოცანა გასთხოვს ახლა. ნახოთ აბა. ესე იგი პარალელური გადატანისას m წერტილი -3 -1 გადადის n წერტილში 5 - 7 და სად გადავაო m-ინ მონაკვეთის შუა წერტილი. აჰა, ანუ ჯერ მოდი m-ინ მონაკვეთის შუა წერტილი ვიპოვოთ უცებ. m-ი იყოს სიყვაზე თქვათ ამის შუა წერტილი რაღაცა აწეტილი იყოს თქვათ. ფულ 4 ყოლი ქონიათ აღნიშნული ბოდიში, აი 2 წერტილი არის, შუა წერტილიო m-ის, აი 2 წერტილი. მოდი დავთვალოთ უცებ მისი კოორდინატები, ჩვენ ვიცით რომ მონაკვეთის შუა წერტილის კოორდინატები მონაკვეთის ბოლოების საშუალო არითმეტიკულია, ხო? ანუ 2 წერტილის კოორდინატები რა იქნებოდა -3 + 5-ის ნახევარი, გამოდის 1 და 7 + -1 დავზინოთ. მაგრამ ეს ის ვარია. მაინც -1 + 7-ის ნახევარი 6 ნახევარი 3. ხო, 1-3 გამოდის. ანუ სად გადავა 1-3 წერტილი. ხო, სიტყვა კალას წერტილში. თქვათ, მისი კოორდინატებია x და y. ხო? რა თქმა უნდა, ერთი და იგივე ვექტორით გადადის, ანუ ეს a ვექტორით გადავიდოდა ორივე შემთხვევაში, რა იქნებოდა a ვექტორის კოორდინატები, პირველიდან გამოთვლით, ეგ იქნებოდა 5 - -3 და 7 - -1. ეგ იქნებოდა შესაბამისად 8 და 8. ხო? 8 და 8. ანუ a ვექტორი არის 8 8. და შესაბამისად ახლა აქაც ქვემოთაც იგივე a ვექტორით უნდა მოხდარიყო გადასვლა, ხო? აი ეს დავშალოთ აქ. ანუ გამოდის რომ რა იქნებოდა ახლა a ვექტორი, იგივე a ვექტორით რომ გადავიდოდა x - 1 და y-ს -3 და რა თქმა უნდა ესეც 8 უნდა იყოს, ხო? ანუ შესაბამისად x - 1 უნდა იყოს 8 და y - 3-ც უნდა იყოს 8. ну აქედან x-ი გამოდის 9 და y-ი გამოდის 11-ის ტოლი. 43. a ვექტორით განსაზღვრული პარალელური გადატანით, ანუ a ვექტორით გადაგვიტანია y უდრის 2x - 4 წრფე გადადის კოორდინატას სათავეზე გამავალ წრეში. ოკეი. კაი, მოდი დავხატოთ. დეკარტის მართკუთხა კოორდინატას სისტემაში. მოდი დავხატოთ ეს წრფე სად იქნებოდა. სრდადია -4-ში გადის. ანუ როგორ უნდა მოძებნოთ მოცემული წრფე, როგორ უნდა ააგოთ. თუ გახსოვთ, უნდა ჩასვათ x-ის მაგივრად 0, y იქნებოდა -4 და y-ის მაგივრად უნდა ჩასვათ 0, x-ი რა იქნებოდა? 4 გადავიდოთ აქეთ 0, x იქნებოდა 2. ანუ გადის y აი ამ წერტილში 0 - 4 წერტილში და 2 0 წერტილში. ну დაახლოებით სად იქნებოდა? აი აქ თუ იქნებოდა -4 დაახლოებით აქ იქნებოდა 2-იანი. მოდი აბა ავაგოთ ახლა აღნიშნული წრფე, იყოს თეთრფერად. დავყოთ ასე. დაახლოებით ასე გავედით, ხო? მოდი ცოტა ასე ვქნათ.
ესე იქნება 2-ში და -4-ში კვეთს და აღმოჩნდა რომ გადავიტანეთ ეს პარალელურად და პარალელურად რომ გადავიტანეთ, ხო, გაიარა მან კოორდინატთა სათავეზე. კოორდინატთა სათავეზე გადავიდა. და ახლა კითხვა რა არის? ვიცით რომ ავექტორით არის გადასული და უნდა ვიპოვოთ ავექტორის მინიმალური მნიშვნელობა. ახლა როდესაც მე მაგალითად გადამქონდა პარალელურად ერთი ვექტორი მეორე ვექტორზე, ხო, რატომაც მეგონა ხოლმე რომ ერთადერთნაირად შეიძლებოდა მაგალითად რაღაც A წრფე B წრფეში ასახულიყო, ну კონკრეტულად მაგალითად რაიმე M ვექტორით. არა, ერთადერთნაირად კი არა. უამრავნაირად შეიძლება აისახოს. ეს არის დამოკიდებული, აი, კონკრეტული A წერტილი, აი A წრფის პირველი წრფე დავარქვათ, მოდი ამას, პირველი წრფის კონკრეტული წერტილი, მისი პარალელური მეორე წრფის რომელ წერტილში მოხვდება. ну მაგალითად, თუ ეს მოხდა აი ამ წერტილში, თქვათ, ერთში, მაშინ აი ამ ვექტორით ყოფილა გადატანა რაღაც ამ ვექტორით და ყველა სხვა წერტილიც აისახებოდა ანალოგიურად ასე აისახებოდა, უნდა გადაგვეტანა. მაგრამ ხომ შეიძლება ისეთ გადავიტანოთ ჩვენ, რომ A1 ასახულიყო თქვათ აი აქ, A2-ში. აი ასეთი პარალელური გადატანა გამოგვეყენებია, რატო ვინ გვიშლის, თავისუფლად შეიძლება და მაშინ ყველა სხვა წერტილიც მის მსგავსად იქნებოდა გასული, ხო? ანუ იმედი ახლა ხვდებით, რომ კონკრეტული ერთი წრფე მეორე წრფეში უამრავი ვექტორით შეიძლება აისახოს, არა აქვს მნიშვნელობა, ბევრნაირად შეიძლება გადავიდეს. ეგ იმაზე იქნება დამოკიდებული კონკრეტული აი მოცემული პირველი წრფის A წერტილი, რომელ წერტილში აისახება მეორე წრფის რა. და შესაბამისად იქნება ვექტორიც განსაზღვრული. მაგრამ ახლა ჩვენ ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება უმოკლესი იყოს ამ ვექტორის სიგრძე და აი მინიმალური რა იქნება და ფაქტობრივად გამოდის რომ შენ მართობი უნდა დაუშვა A წერტილიდან მეორე წრფეზე, ხო? და აი მართობი უნდა გავიგოთ ესე იგი მართობის სიგრძე ამ ორ პარალელურ წრფეს შორის და ყველაზე მოსახერხებელი ამ მართობის გავლება სად არის? თუ დავაკვირდებით, ყველაზე მოსახერხებელი მაგის გაკეთება იყო აი ამ სამკუთხედში, ხო, აი აქ მართკუთხა ეს სამკუთხედი და თქვენ აი ამ წერტილიდან ახლა თუ ადგებოდით და დაუშვებდით მართობს, აი ასე, აი ეს იქნებოდა ზუსტად კი აი ასე უნდა ყოფილიყო გადასვლა. აი ამ მნიშვნელობა აქვს ახლა ჩვენ სიგრძეს ვთხოვდნენ. ანუ ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს მართკუთხა სამკუთხედი და გჭირდება ჰიპოტენუზას დაშვებული სიმაღლის პოვნა. კათეტი არის 2, 4. ну ცხადია ჰიპოტენუზა იქნება 2-ის კვადრატს პლუს 4-ის კვადრატი და ფესვი, ესა 20 და 2 ფესვი 5 გამოდის. და შესაბამისად სიმაღლის პოვნა გჭირდება და სიმაღლე ჰიპოტენუზაზე დაშვებული რისი ტოლია? კათეტების ნამრავლი შეფარდებული ჰიპოტენუზასთან. გამოდის 4 შეფარდებული ფესვი 5-თან. და ეს იქნებოდა მინიმალური სიგრძე მეგობრებო. ну, საკმაოდ კოხტა ამოცანა, ხო? ანუ მინიმალური ვექტორის მინიმალური სიგრძის მქონე ვექტორი. აი ამ ვექტორით მოხდებოდა გადაადგილება მოცემული წრფის კოორდინატთა სათავეზე გამოვალ წრფეში.